მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონ ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს პროკურატურა უკანონო შემოსავლის რეალიზაციას ედავება. ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. პირველად ეს თანამდებობა 2013-2015 წლებში ეკავა, შემდეგ კი 2021-24 წლებში. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს. მას გამოძიება ბათუმის პოლიციის იმდროინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებოდა. თუმცა შემდეგ ბრალი დაუმორჩილებლობის მუხლით გადაუკვალიფიცირეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროის განმავლობაში მისი ადვოკატები ამაღლობელისადმი არასათანადო მოპყრობაზე და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობდნენ. ამაღლობელის უფლებადამცველი ორგანიზაციის საიას განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა. მზია ამაღლობელი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24 დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს. მის ამჟამინდელ სამართლებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვესაუბრება მისი უფლებადამცველი ჯუბა ქათამაძე. ერთი წელი გავიდა უკვე იქიდან, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და უკანონოდ იხდის იმ სასჯელს, რომელიც რეალურად არის პოლიტიკურად მის მიმართ დაკისრებული. ეს მზია ამაღლობელის საქმე შეიძლება ალბათ დაიყოს არაერთი მიმართულებით და არაერთ მიმართულება შეიძლება გაესვას ხაზი. აქ არის ეს პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც აღარც კი მალავენ უმაღლესი თანამდებობის პირები და უამრავი წინასწარმეტყველური განცხადება მოისმინეთ მზია ამაღლობელის მიმართ, რომელზეც მინიმალური პასუხისმგებლობას კი არავინ აიღოს შემდგომში და სასამართლოებმა ამ ადამიანებს ხელი დააფარეს და არ მოსთხოვეს ცილის წამებაზე პასუხისმგებლობის აღება. იყოს მთავარი საქმე, ძირითადი ბრალდების საქმე, სადაც წარმოგვიდგა უამრავი სრულმოწმე. დღემდე ერთი წელია უკვე რაც მზია ამაღლობელი თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული და იხდის სასჯელს და დღემდე ჩვენ არ ვიცით რეალურად მზია ამაღლობელის დამკავებელი პირი ვინ არის. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვისაც კი ნათელია, რომ მზია ამაღლობელი დაკავებული ყავს იმ ნიღბიან ადამიანს, რომლის იდენტიფიცირება ამ წუთასაც არ მოხდარა და ეს უმნიშვნელოვანესი პირი მოწმე არ დაკითხულა ჯერ, თუმცა ამის მიუხედავად ყველა მოწმე ცრუჩვენებას იძლევა სასამართლო პროცესებზე და ამბობს, რომ ერთ-ერთმა იმ პირმა დააკავა, რომელიც რეალურად მისი დამკავებელი პირი არ არის. არც ერთმა ინსტანციამ სასამართლოზე, არც ერთმა ინსტანციამ რეალურად არ შეასრულა თავისი ვალდებულება, არ გამოიკვლია მტკიცებულებები სრულფასოვნად, არ შევიდა დაცვის ხარისხის მტკიცებულებებზე, საერთოდ არ იმსჯელა, ისე დაწერეს მათ ეს განაჩენები, რომ თითქოს დაცვის ხარისხის ამაღლობელი დაცვის ხარისხის მტკიცებულება არც კი ქონოდა საერთოდ წარდგენილი სასამართლოზე და საერთოდ ეს ფაქტები უგულებელყვეს და არც კი შეაფასეს. ცალკე გვაქვს ჩვენ აქ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას ბატონი დგებუაძის მხრიდან და რა თქმა უნდა ეს გამოძიებას ფორმალურად მიმდინარეობს, ფორმალურად იძიებდა ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და მას შემდეგ რაც ეს უწყება გაუქმდა, ახლა უკვე ფორმალურ გამოძიებას აგრძელებს პროკურატურა. დღემდე ვერ ვიღებთ ამაზე აღნიშნულზე ჩვენ პასუხს. ასევე სრულიად უკანონოა ეს ადმინისტრაციული საქმეები, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ მიმდინარეობდა. იცით რომ ორ საქმეში სამართალ დარღვევაცნეს, რომელიც ასევე სრულიად უკანონო იყო და ერთი საქმე, რომელიც შეეხება მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ადმინისტრაციული წესით, დღემდე არ დასრულებულა და სააპელაციო სასამართლოში არის ახლაც და მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ველით სააპელაციო სასამართლო და პასუხს. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი იმედი არ გვაქვს, რომ საქართველოში რეალურად შესაძლებელია რომ ეს სამართალი ჩვენ ვიპოვოთ და აქედან გამომდინარე მას შემდეგ რაც თითოეული მიმართულებით ხდება ჩვენი მხრიდან შიდა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვა, ეს საქმე თანდათანობით იგზავნება ადამიანის უფლებათა და ევროპულ სასამართლოში. მოგეხსენებათ რომ პირველ ნაწილში საქმე უკვე გაგზავნილია, რომელიც შეეხება მზია ამაღლობელის უკანონო წინასწარ პატიმრობას, ასევე შეეხება მზია ამაღლობელის
ტელეფონში უკანონო შეღწევას, მის ტელეფონზე ჩატარებულ უკანონო ექსპერტიზას და ეს საქმე უკვე წასულია, არაერთი მუხლით მოხდა მე დასაშვებას ნუ აღნიშნული სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და უკვე მხარეებთან კომუნიკაცია არის დაწყებული. ზიამაღლობელი საქმეზე კიდევ არაერთი სარჩელი გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უახლოეს ხანებში და საბოლოო ჯამში ყველა ეს საქმე, რომელზეც მეტანაკლებად ამომწურავად შევეცადე ახლა რომ მესაუბრე, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიყრის თავს ბოლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავიდანვე ზიამაღლოების პრობლემები ქონდა თვალის და არა მარტო თვალის მიმართულებით, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად რაც პრობლემაც მას აქვს, ეს არის თვალი, მის დაავადება კერატოკონუსი, რომელიც მას ერთ თვალზე ქონდა და მას შემდგომ რაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვდა, უკვე ორივე თვალზეა შეექმნა ზიამაღლობას ეს პრობლემა. რეალურად მას ეს პრობლემა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ წარმოეშვა, ანუ მაშინ როდესაც იგი დაკავებული იყო და ეს მდგომარეობა რომ უარესდება, ამას არა მარტო ის ადასტურებს, რომ მხოლოდ მისი დაცვის მხარე ან ზიამაღლობელი საუბრობს ამაზე, არამედ ამას ადასტურებს ის კვლევების, რომელიც ზიამაღლობელს ჩაუტარა უშუალოდ სახელმწიფომ. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი თავის ვალდებულებას შეასრულოს და ზიამაღლობელის ჯანმრთელობაზე იმ სტანდარტით იზრუნოს, რა სტანდარტსაც აწესებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. Prime Times კვირას და გაზეთ ვრასტანს აქტივობების გასაშუქებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ჯამში 11,000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ გამარტივებული შესყიდვა მერიამ სამივე მათგანთან უკვე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით Prime Times და კვირას ერთი წლის განმავლობაში თვეში 250 ლარად ევალებათ მუნიციპალური ღონისძიებების ანონსებისა და აქტივობების გაშუქება, ხოლო მერია გეგმავს გაზეთ ვრასტანისგან 40 თეთრად იყიდოს 12,500 ნომერი გაზეთი არაქართულენოვანი მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის. მერიას გაზეთები ჯამში 5,000 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულების მიხედვით გამომცემლობა მუნიციპალური აქტივობები ერთი წლის განმავლობაში 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გააშუქონ. ხვალდაზექ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარი და ზღვაზე შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ხოლო ზექ 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიებზე ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. თითის ანაბეჭდი QR კოდი შშმ პირის სტატუსის სურვილისამებრ. საქართველოში განახლებული ID ბარათების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით ბარათის დამცავი ნიშნები კიდევ უფრო გაძლიერებულია, ხოლო დიზაინი შეიცავს ეროვნული თემატიკის სიმბოლიკას. როგორც გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებენ, განახლებული პირადობის მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მიღება დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით, სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ. სააგენტოში მიუთითებენ, რომ ID ბარათის ღირებულება 60 ლარი იქნება, ხოლო ვადიანი მოწმობის მფლობელები, ვალდებულები არ არიან შეცვალონ ისინი ახლით. ეს იყო ჩვენს ხელარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.